და ეს ამის განსამარტად კიდევ ერთი ინტერვიუ შესახებ მინდა გიამბოთ, რომელიც თავისთავად ძალიან შესანიშნავი ინტერვიუა და ეს არის ლეგენდარული ფრენკ ზაპას ინტერვიუ და ეს მომენტი მართლაც შესანიშნავია, რასაც აქ ფრენკ ზაპა აჟღერებს და მის ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტი ეკითხება შემდეგს. თავს შესანიშნავ გიტარისტად თვლით და მისი ეს პასუხი ეს უსმინეთ რას პასუხობს ფრენკ ზაპა. კარგით, მე ვარ სპეციალიზირებული გიტარისტი. მე რასაც გიტარაზე ვაკეთებ, ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო იმასთან, რასაც სხვები აკეთებენ გიტარაზე. სხვა გიტარისტები და მათი სოლოების უმეტესობა, რომლებსაც ისინი სცენაზე ასრულებენ და რომლებსაც მსმენელი ისმენს, არაერთხელ არის გამეორებული და ნამეცადინები ფარდის უკან. ამის მერე ისინი გადიან კონცერტზე და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს უკრავენ. და რა თქმა უნდა, ის ნამდვილად უნაკლოა და ეს უბრალოდ შესანიშნავია. ჩემი თეორია ესეთია. მე მაქვს ინსტრუმენტის მუშაობის საბაზისო მექანიკური ცოდნა და მე მაქვს ფანტაზია. როდესაც სიმღერაში სოლოს დაკვრის დრო დგება, ეს მე ვარ ბუნების კანონების წინააღმდეგ. იმ მომენტში არ ვიცი რას დავუკრავ, ან რას გავაკეთებ. ერთი რაც ვიცი არის ის, რომ დაახლოებით ვიცი, რამდენი ხანი მაქვს ამის გასაკეთებლად, ანუ სოლოს დასაკრავად. ეს არის თამაში, სადაც გაქვს დროის ნაწილი, დროის მონაკვეთი და შენ შეგიძლია მისი გაფორმება. და როგორი გამოგივა, ეს შენს გემოვნებაზე და ინსტრუმენტის საბაზისო მექანიკურ ცოდნაზეა დამოკიდებული. იმის მიხედვით, თუ რამდენად ინტუიციურია რიტმ სექცია, შეგიძლია გააკეთო ისეთი რამ, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია ეხლა, აი ამ მომენტში, როცა თქვენ აქ ისაუბრებით. მაგრამ როცა ადგები და მომენტი დადგება, შენ იგრძნობ ნაკადს, რომ ეს შეგიძლია. ეს შესანიშნავია და განა რაზე საუბრობს ფრენკ ზაპა თუ არა ფლოუ სტადიაში შესვლაზე. მან იცის, რომ დაკვრის დროს ის იქ უნდა იყოს იმ გაჩერებაზე უნდა დაყონდეს. ის იწვევს თავს ამისთვის და ეს შესანიშნავია. უსმინე ჯაბას პოდკასტს. ის შენს ბევრს გასწავლის. სრული პოდკასტის მოსასმენად ლინკი იხილეთ პირველ კომენტარში.